დაკავებული ჟურნალისტის მზიამაღლობელი საქმეზე განაჩენის გამოტანამდე, რომელიც სავარაუდოდ 1 აგვისტოს გამოცხადდება, პრესის თავისუფლების, ჟურნალისტებისა და ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და კვლავ მოუწოდებენ ქართული ოცნების ხელისუფლებას მოუხსნან მზიამაღლობელს წაყელებული სისხლის სამართლის ბრალდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ პატიმრობიდან. განცხადებაში, რომელსაც ხელს 13 ორგანიზაცია აწერს, ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ნეტგაზეთი ბათუმელების დამფუძნებელი სამართლოდ იმყოფება წინასწარ პატიმრობაში, მის მიმართ წამოყენებული ბრალი კი პოლიტიკურად მოტივირებულად არის შეფასებული. ამაღლობელი ქართული მედიის მდგომარეობის სიმბოლოდ იქცა, წერია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში და ასევე ნათქვამია, რომ ჟურნალისტის დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოში მედიის თავისუფლების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე განხორციელდა. მისი დაპატიმრება და სისხლის სამართლებრივი დევნა საქართველოში მედიის თავისუფლების უფრო ფართომასშტაბიანი რეპრესიების ფონზე მოხდა. მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ შეზღუდა დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის სივრცე რეპრესიული კანონებით, თვითნებური დაპატიმრებებით, განზრახ ეკონომიკური ზეწოლითა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებების დაუსჯელობით. ამაღლობელის სავარაუდოდ 1 აგვისტოს დაგეგმილი საბოლოო მოსმენამდე ჩვენ კიდევ ერთხელ მოვითხოვთ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ბრალდების მოხსნას და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას. ჩვენი ორგანიზაციები, რომელთაგან ზოგიერთი ამ თვის დასაწყისში იმყოფებოდა საქართველოში, წინა მოსმენის მონიტორინგისათვის ყურადღებით დააკვირდება ხვალინდელ მოვლენებს და იმედოვნებს, რომ საქართველოში მედიის თავისუფლების სიმბოლოს ეს დისკრიმინაციული და გადაჭარბებული დევნა დასრულდება, წერია გავრცელებულ განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს ინფორმაციით 2025 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ქართულმა ოცნებამ 6.600.000 ლარის ოდენობის შემოწირულობა მიიღო, რაც ყველა პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობის 87%-ია. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შენათქვამი, მმართველი პარტიის მიერ მიღებული შემოწირულობა 6-ჯერ აღემატება სხვა ყველა პარტიის მიერ მიღებულ შემოწირულობას ერთად აღებულს, რაც მათი თქმით მკვეთრ ფინანსურ უთანასწორობას უსვამს ხაზს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს თანახმად აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თორნიკ რიჟვაძის გადადგომის შემდეგ სამ თვეში რეგიონიდან პარტიას 2,5 მილიონ ლარზე მეტი შესწირეს. კვლევის თანახმად ირკვევა, რომ ხალხის ძალას ქართული ოცნების ტრადიციული შემომწირველები აფინანსებენ, პარტიას 190,000 ლარი შეწირეს ყველა შემომწირველი გასულ წლებში ქართულ ოცნებას წირავდა თანხას და ჯამში 317,369 ლარი აქვთ მმართველი პარტიის ყულაბაში შეტანილი. ორგანიზაციის ინფორმაციით შემომწირველებთან დაკავშირებულ 11 კომპანიას 422 მილიონი ლარის ტენდერი აქვს მოგებული, 13 კომპანიას კი 71 მილიონი ლარის სუბსიდირება აქვს მიღებული. 6 თვის განმავლობაში თუ მმართველმა პარტიამ მოიზიდა 6,6 მილიონი ლარის ოდენობის შემოწირულობები, ყველა სხვა პარტიამ ერთად აღებულმა ამ თანხაზე 6-ჯერ ნაკლები მოიზიდა. მიზეზი გახლავთ ის, რომ არსებობს კორუფციული გარიგებები მმართველ პარტიასა და ყველა იმ ეგრეთ წოდებულ ბიზნესმენს შორის, რომლებიც მმართველ პარტიას წირავენ სახსრებს. კერძოდ, ასეთი სახსრების შემოწირულობის სანაცვლოდ მმართველი პარტია ტენდერების მეშვეობით ურიგებს თანხებს აღნიშნულ ბიზნესმენებს. 6 თვის განმავლობაში 153 მილიონი ლარის ოდენობის ტენდერები მოიგეს იმ შემომწირველებმა, რომლებმაც ეს თანხები შეწირეს მმართველ პარტიას. ეს ტრადიცია გრძელდება, რომ უფსკრულია ქართულ ოცნებასა და ოპოზიციური პარტიის მიერ მიღებულ ფინანსებს შორის 87% ყველა შემოწირულობისა ქართული ოცნების ყულაბაში წავიდა. ეს ადამიანები არ არიან ჩვეულებრივი, ასე ვთქვათ, ადამიანები, ეს არის მსხვილი ბიზნეს ჯგუფები, დონორთა ჯგუფები, რომლებიც დაკავშირებული არიან მსხვილ ბიზნესებთან. ოღონდ ეს ბიზნესი იღებს უზარმაზარ სარგებელ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ყველაზე მსხვილი შემოწყობის დიდი ფული აჭარიდან მოვიდა ქართულ ოცნებას, თან ეს ემთხვევა საერთოდ იმ პერიოდს, შემდეგ რაც თორნიკე რიჟვაძე აღარ არის აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი, ამიგნებოდა თქვით. კი, არასდროს აჭარიდან დროის ასეთ მოკლე დროის ამ ინტერვალში ამდენი თანხა არ შეწირულა ოცნების სასარგებლოდ. ყველაფერი მიუთითებს იქეთკენ, რომ მათ ასეთი თანხა არ უნდა ქონდეთ.
და მინიმუმ აქ ფიქტიურ შემოწირულობასთან გვაქვს საქმე და შესაძლოა იზოლებასთანაც. ნეგატივის ინფორმაციით 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხონის მერობის კანდიდატი ქალაქის მოქმედი მერი ლადო ჯურხაძე იქნება. მას ამ პოზიციაზე ქართული ოცნება უკვე მესამედ წარადგენს. ლადო ჯურხაძე ხონის მერის თანამდებობას 2017 წლიდან იკავებს. სხვადასხვა ბაღების განვითარება, კონსტრუქციებსა. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ სემეკმა თელასი და ენერგოპრო ჯორჯია ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს. მათი ცნობით, ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2024 წლის მაჩვენებელი 2023 წელთან შედარებით გაუარესებულია. კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის განმავლობაში თელასის სალიცენზიო არეალში ელექტროენერგია 11740 ჯერ შეწყდა. შეეხება ენერგოპრო ჯორჯიას 2024 წლის განმავლობაში კომპანიის სალიცენზიო არეალში ელექტროენერგია 74507 ჯერ გაითიშა. სემეკის საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდების გაუმჯობესების მიზნით თელასისა და ენერგოპრო ჯორჯიასათვის შემუშავდება მომარაგების საიმედოობის სტანდარტების სამიზნე მაჩვენებლები, რომელთა შესრულება კომპანიისათვის სავალდებულო იქნება. აღნიშნულია სემეკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ბელარუსის 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბათუმში ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის შრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციო დაფასებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისთვის და კულტივირებისათვის საჭირო მასალები. გამოძიების ფარგლებში ასევე ამოღებულია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტსა და ბათუმში 17 სხვადასხვა ლოკაციაზე შემდგომი რეალიზაციის მიზნით განთავსებული ნარკოტიკული საშუალება, ხოლო ერთ-ერთი ბრალდებულის მობილურ ტელეფონში აღმოჩენილია აღნიშნული ლოკაციების ფოტოსურათები. სამართალდამცველებმა სამივე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, მათივე ინფორმაციით ტემპერატურა ზოგან 38-40 გრადუსამდე იქნება. სააგენტოს ცნობით მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესისა და ტყის ხანძრების რისკის ხელშემწყობ პირობას წარმოადგენს. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით საფრთხის დონე საშუალოა. დღეს მსოფლიო რეინჯერთა დღეა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით საქართველოში რეინჯერთა დღე მასშტაბურად 4 სხვადასხვა ლოკაციაზე, მათ შორის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე აღინიშნა. ჩვენი ქვეყნის დაცულ ტერიტორიებს 25 ადმინისტრაციულ ერთეულში განაწილებული 500-მდე რეინჯერი იცავს. მათი საქმიანობა გულისხმობს ბრაკონიერობის ფაქტების აღკვეთას, ბუნებრივ და დაუდევრობით გამოწვეულ ხანძრებთან გამკლავებას, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგს და კომპეტენციის ფარგლებში ვიზიტორთა დახმარებას. ღონისძიების ფარგლებში დაცული ტერიტორიების 25-ვე ადმინისტრაციაში წლის რეინჯერი გამოვლინდა, რომლებსაც სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. ღონისძიების მონაწილეებმა პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის დროს ტრაგიკულად დაღუპული რეინჯერების ხსოვნას. ბიომრავალფეროვნება, რომელიც გამოარჩევს ჩვენს ქვეყანას, იცავენ ჩვენი რეინჯერები, ზუსტად ამიტომ განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არის, რომ დღე, რომელიც არის შესაძლებლობა, რომ გამორჩეულად მადლობა გადაუხადოთ მათი სამსახურისთვის, აღინიშნოს მასშტაბურად და კიდევ ერთხელ გამოხატოთ ჩვენი პატივისცემა და მადლობა ჩვენი რეინჯერების მიმართ. სამ დამატებით ლოკაციაზე, კოლხეთში, ალგეთში და სათაფლიის აღკვეთილში აღნიშნავთ რეინჯერის პროფესიულ დღეს. ეს არის მნიშვნელოვანი, რომ კიდევ უფრო მეტად პოპულარული ხდება პროფესია რეინჯერი. ძალიან ღირსეული სამსახურია ქვეყნის წინაშე. ადამიანები 24 საათიან რეჟიმში კვირაში 7 დღე შრომობენ იმისთვის, რომ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ბიომრავალფეროვნება და მათი საქმიანობა არის ძალიან დასაფასებელი. ზოგადად რეინჯერობა რა თქმა უნდა რთული პროფესიაა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ რეინჯერება ძირითადად ისეთი ადამიანები არიან, ვისაც უშუალოდ ბუნება უყვარს, ბუნებაში თავს გრძნობენ როგორც სახლში, აქედან გამომდინარე ჰობი და სამსახური როცა ერთმანეთს ემთხვევა, ეს ძალიან კარგი შუალედი არის.
წველამდელებმა ახალქალაქში ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში სამხედრო ფიცი დადეს. ცენტრის მეთაურმა პოლკოვნიკმა ზაქარია კალანდაძემ ახალწეულებს ფიცის დადება მიულოცა. ღონისძიებას რეკრუტების ოჯახის წევრები და ახლობლებიც ესწრებოდნენ. ფიცის დადებამდე წველამდელებმა ორთვიანი საწყისი საბრძოლო მომზადების სპეციალური პროგრამა გაიარეს, სადაც სხვადასხვა სამხედრო დისციპლინა შეისწავლეს და ჯარისკაცის მოვალეობებს გაეცნენ. დღეიდან რეკრუტები წვრთნებისა და სამხედრო განათლების, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის, ასევე ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობების ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გაივლიან. დღეს დავდეთ სამხედრო ფიცი და ეს დღე ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იქნება და დარჩება მთელი ცხოვრება ჩემს გონებაში. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს თანამებრძოლებს, მინდა უსურვო წარმატება. ეს დღე ჯარისკაცის ცხოვრებაში ერთხელ ხდება, ერთხელ დებს ჯარისკაცი ფიცს და ამ დღისთვის ყველანაირად ასე რომ ვთქვათ მოტივირებული და ყურადღებიანად ვიყავით განწყობილები. ძალიან ამაყილა რომ დღეს ჩემი შვილი ერთ-ერთი რიგითი ჯარისკაცია და დავის მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას სრულყოფილად აღიქვავს, იაზრებს და აი დღევანდელი დღე სწორედ იმის მაგალითი იყო, რომ ძალიან აქტიურად, ძალიან პასუხისმგებლობით ჩაერთო ამ საქმეში. დღევანდელი დღე იყო კურსის კულმინაცია, სადაც სამხედრო მოსამსახურეებმა მიიღეს სამხედრო ფიცი. მათ გადაეცათ შესაბამისი სერტიფიკატები. შემდეგ ისინი გადანაწილდებიან ავიაციის, ლოჯისტიკის და განათლების სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფებში და გააგრძელებენ მსახურს. პლასტიკი მისი გამოგონებიდან მალევე ერთ-ერთი ყველაზე მოხმარებადი პროდუქცია გახდა. მიზეზი მარტივია. მის წარმოებას ნაკლები რესურსი სჭირდება. გამძლეა, შესაძლებელია ნებისმიერი ფორმის მიცემა და ასე შემდეგ. პლასტიკის წარმოებით მრავალი პრობლემა გადაიჭრა, თუმცა მავნე შედეგებს უკვე ვიმგით. ევროკავშირის გარემოს დაცვითი პროგრამის მონაცემებით ყოველწლიურად 19-დან 23 მილიონამდე ტონა პლასტმასის ნარჩენი ხვდება ეკოსისტემაში. წამლავს ტბებს, მდინარეებს, ოკეანეებს და ჩვენ. ამ სოფლიოს შემადგენელი ნაწილია საქართველოს. კავკასიის გარემოს დაცვითი ცოდნის პორტალის სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოს მოსახლეობა წლიურად საშუალოდ დაახლოებით 29000 ტონა პლასტმასის ნარჩენს წარმოქმნის, რაც საერთო ნარჩენების 14.9%-ია. პლასტმასის ნარჩენების დიდი ნაწილი ნაგავს საყრელზე ან გარემოში ხვდება. რეციკლირების გადამუშავების გარეშე და ბუნების ძლიერ დამაბინძურებელს წარმოადგენს. ეს მაშინ, როცა პლასტიკის მეორეული გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი და ეკოლოგიურთან ერთად ეკონომიკური ბენეფიტების მომტანია. ინდმეწარმე დავით ფხაკაძე წლებია პლასტიკის რეციკლირებითაა დაკავებული. მის საწარმოში სხვადასხვა სახის პლასტიკის ნარჩენების გადამუშავება მიმდინარეობს. ძველი პლასტმასის საერთო საოჯახო პლასტმასები ხომ არის გობები, ტაშტები, რამეები ასეთი გადამუშავება მიმდინარეობს. შემდეგ მიდის მისი ასე ვთქვათ ამ სახამდე მიყვანა, მომზადებთ საკიდებს, წყლის გამაცხელებლებს. მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ალბათ თქვენც იცით, რომ კუნძულებია უკვე ოკეანეებში გაჩენილი პლასტმასის კუნძულები, რომელიც ამინძურებს გარემოს. ჩვენ ახლა ქუთაისში რამდენი წარმოება ასეთი ახლა 2-3 წარმოება ალბათ, რომელიც მეტნაკლებად რაღაცა ზრუნავს ამაზე. ასე ვთქვათ, არაფრიდან ვაკეთებთ პროდუქციას. პროდუქცია შემდეგ გადის ბაზარზე და ყიდველი ყიდულობს. კი ფაქტიურად რაც გვაწვია 80% არის პლასტიკიდან დამზადებული. ფეხსაცმელი ავიღოთ, თუ საფასმელი ავიღოთ, 80% არის ფაქტურად პლასტიკი. გამოიყენო, ჯერ დააკუცმაცო. და ეს დამაკუცმაცებელი. ახალგაზრდებისა და დაინტერესებული პირებისათვის პლასტიკის გადამუშავებაზე ინფორმაციის მიწოდებითაა დაკავებული იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირის სპექტრი. მათ ოფისში მცირე საჩვენებელი ლაბორატორიაც მოაწყვეს, სადაც დაინტერესებულ პირებს პლასტიკის გადამუშავების პროცესს აჩვენებენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქეთი ცხაკაია დეტალურად გვიხსნის, თუ როგორ მიმდინარეობს პლასტიკის გადამუშავება მათ ლაბორატორიაში. შეიძლება რომ მივიღოთ იმის და მიხედვით, თუ რა გჭირდება.
პლასმასის სეპარირება საშუალებას მოგცემს შევამციროთ ამ ტიპის ნარჩენების როგორც გარემოში, ისე ნაგავ საყელზე მათი მოხვედრის შესაძლებლობა, იმიტომ რომ ეს ძალიან აქტუალური საკითხია. ძალიან ხშირად ჩვენ გვაცვია ტანსაცმელი, რომელიც აი პეტ ბოთლების გადამუშავების შედეგად მიიღება, მაგრამ ბევრმა ამის შესახებ არ იცის. და ასევე მაგალითად პოლიეთილენი ძალიან ადვილად გადამუშავდება პოლიეთილენი და პოლიეთილენისგან შეიძლება ბევრი სხვადასხვა ნივთების დამზადება. აქ არის ორი ასპექტი, ერთი ეკონომიური, მეორე გარემოს დაცვითი. და აი ამას თუ ერთმანეთთან შევადარებთ, მაშინ ვფიქრობ გერასია რომ აი ეს რეციკლირება მომგებიანია ჩვენთვის როგორც კაცობრიობისთვის და ჯანმრთელობასთან კავშირი არის, გარემოს დაბინძურებასთან, არაგანახლებადი რესურსების შენარჩუნებასთანაც აქვს საქმე. ამიტომ მე იქ კიდე კლიმატის ცვლილებებთან მიმართებაში საკმაოდ დიდი გავლენა აქვს ზოგადად თვითონ წარმოების პროცესს, იმ რესურსებს, რომელსაც ჩვენ არაგანახლებად რესურსებს უწოდებთ განსაკუთრებით ნავთობს და აი ყველაფერი ეს თუ ერთად იქნება განხილული და დადებითი და უარყოფითი მხარეები, რა თქმა უნდა, სხვა ალტერნატივა ჩვენ ადამიანებს არ აქვს. ქუთაისში პლასტიკის განცალკევებული შეგროვებისათვის ასოცი ურნა დგას. ამასთან ქალაქში უკვე გამოჩნდა ჭკვიანი ურნები, რომლებიც შევსებისა და ცეცხლის გაჩენისას სიგნალს იძლევა. მერიის ეკოლოგიისა და მყარი ნარჩენების განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ ტყაბლაძის თქმით, ახალი ურნების ოდენობა ამ ეტაპზე 21-ს შეადგენს. ქალაქში პლასტიკის შეგროვება დაიწყეთ 2015 წლიდან. პირველი ვიყავით საქართველოში, ვინც დაიწყო ესეთ სეპარირება, ასევე 2019 წლიდან ჩვენ დავიწყეთ მუხაოს სეპარირება. საკმაოდ კარგი შედეგები არის ამ მიმართულებით ქალაქში. მინდა გითხრათ, რომ წელს ვახორციელებთ ახალ პროექტს UNDP-ის მხარდაჭერით და ჩვენ ქალაქში დავდგით უკვე smart ჭკვიანი კონტეინერები, რომელიც უზრუნველყოფს პლასტიკის მუყაოს და შერეული ნარჩენის შეგროვებას. ეს არის სპეციალური ყუთები, რომელშიც ასევე დამონტაჟდება GPS სისტემა, რომელიც გადაცემს უკვე ინფორმაციას შემგროვებელ ორგანიზაციას, აი სპეციალურ სერვისებს, გადავსებულია თუ არა კონტეინერი ან დაუშვათ ხანძარია თუ არა იმ კონკრეტულ კაბინაში რომ მივიდეს და სწრაფად მოახდინონ მისი ჩაქრობა. ქუთაისში ნარჩენების მართვაზე პასუხისმგებელი აიბ სპეციალური სერვისებია. ორგანიზაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი მჟავანაძის თქმით, ამ ეტაპზე მათთან 90 კილომდე დაპრესილი პლასტიკია დასაწყობებული. რეალიზაცია აუქციონის წესით მაშინ მოხდება, როცა მზა პლასტიკის ოდენობა ტონას მიაღწევს. ეს ყველაფერი შემოდის აი ამ კონკრეტულ ლოკაციაზე და ხდება ჩვენი დამხმარე უშების მიერ აი ამით ხელით გადარჩევის პროცესი. ამ გადარჩევის საკმაოდ შრომატევადი პროცედურის შემდგომ, როგორც ნახეთ, აი აქ შედის უკვე განცალკავებით ეს პლასტიკური წყლები, ხდება შემდგომ მისი სპეციალურ დანადგარში ჩაყრა და მისი მომზადება, დაპრესვა ეგრეთ წოდებული სტანდარტული ზომებისა და წონის მიხედვით. აი ხედავთ რომ როგორ არის ასე რომ ვთქვათ შეფუთული, დაპრესილი პოლიეთილის ნარჩენი. ყოველი რაოდენობის შეგროვების შემდგომ რაოდენობა გულისხმობს სადღაც ტონაზე მეტს ნედლეულს უკვე მიღებულს. დაგროვების შემდგომ მოხდება მისი აუქციონის წესით რეალიზება. ყველაზე მთავარი ახლა პრობლემური აქ რასაც ვაწყდებით, სამომხმარებლო კუთხით გვაქვს დაბალი ესე რომ ვთქვათ სამოქალაქო კულტურა ნამდვილად. სამწუხაროდ აი ესეთ ურნებში გვხვდება პლასტიკებთან ერთად ძალიან ბევრი ასე რომ ვთქვათ საყოფაცხოვრებო ნარჩენი. ჩვენი მოწოდებაა რომ სეპარირებული ნარჩენებისთვის გამოყოფილი ურნებში მოხდეს მხოლოდ იმ ნივთების განთავსება, რისთვისაც არის ის გამოყოფილი. ეს ყველაფერი ნიშნავს დამატებით შემოსავალს კონკრეტული ასე რომ ვთქვათ სამსახურისთვის, ფინანსების გაძლიერება ნიშნავს, რა თქმა უნდა, დამატებით უფრო ახალი ტექნიკური მატერიალური ბაზის გაახლებას და ყველაფერი ამას საერთოდ ჯამში მოხმარდება საზოგადოებას, ქალაქს და იმ ყოველდღიურობას, რასაც ჩვენ ყოველდღე 24 საათის განმავლობაში ვემსახურებთ. მყარი ნარჩენების მართვის კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, ქუთაისიდან ნიკიას ნაგავსაყელზე ბოლო 5 წლის მონაცემებით სწორედ ამ ოდენობის ნარჩენი განთავსდა.
მონაცემები მზარდია და თუ კავკასიის გარემოს დაცვით პორტალს დავეყრდნობით. ამ მოცემულობის 14% სწორედ პლასტიკია, რაც მცირე მაჩვენებელი სულაც არაა. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ იმ პლასტიკის ოდენობა, რაც არც ნაგავ საყრელზე ხვდება და არც გადამუშავდება. არამედ გარემოში მიმოიფანტება და კვლავ ჩვენ გვიბრუნდება. 2022 წელს Plastic Soap Foundation-მა სხვადასხვა ორგანოებსა და იმუნურ სისტემაზე პლასტმასის მიკრობოჭკუების ზემოქმედების შესახებ მიმოხილვა გამოაქვეყნა. კვლევები კიდევ ერთხელ გვაფიქრებს პრობლემის სიმძიმესა და საფრთხეებზე, რომელიც ჩვენივე ქმედებიდან მომდინარეობს.